მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხანძაშვილი და თქვენი ყოფით შემოსვლით თევზაობის მეთოდებში. ისევ და ისევ მაღაზია ამაზონში ვიმყოფებით. რეკუა 66-ში გდანში. მოკლედ ეხლა ჩემი არხი თევზაობის მეთოდებია, რა თქმა უნდა მეთოდებს გასწავლით, მეთოდებს შევგზავნებთ როგორ ითევზაოთ, როგორ რანაირად ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა ძალიან ბევრი ფაქტი დაფიქსირდა როგორც ათევზაო წერტილში, ასევე მაღაზიებში, ასევე რომ მირეკავენ ჩემი მეგობრები და არ შემეძლო რომ არ ჩამეწერა ამაზე ერთი კაი ვიდეო შემეცნებითი. დღეს ავხსნით ნემსკაუზე კვანძების გაკეთებას, როგორ გაკეთება ნემსკაუზე კვანძები და 90% რაზია პრობლემა ამას აგიხსნით. 90% მეგობრებო საქართველოში იყენებენ ყუნწიან ნემსკავს და მხოლოდ ყუნწიან ნემსკავზე იციან კვანძის გაკეთება და უყუნწოზე არ იციან. ურთულდებათ, რთული გონიათ, მაგრამ სინამდვილეში არ არის რთული, ძალიან ადვილია. ამას თუ აკეთებთ, რა თქმა უნდა, უყუნწოსაც გააკეთებთ. ეხლა მოდი როგორც ვისაუბრებ, წამოვადგინეთ დიდი ნემსკავი, კარგად თუ გამოჩნდეს და ცოტა სქელი წნული. მოკლედ, პირველ რიგში უყრით ყუნწში, ესეთი მდგომარეობაში. აი ეს მეგობრებო, გადმოვკეცავთ, დავტოვებთ მარყურს, აი ეს მდგომარეობაში, ვაფიქსირებთ ნემსკავზე, ჩემო მეგობრებო და აი ამ წვერით, რაც დარჩა, რკალს ვაკეთებთ 5, 6, 7. მეტი არ საჭირო. 2, 3, 4, 5, 6. აი ეს მდგომარეობაში მე აი ამ წვერს მეგობრებო მოვატრიალებთ და აი ამ წვერს ამ კალში გავაძრებთ და დავჭიმავთ ძალიან მაგრად. აი დავჭიმეთ, დაიჭიმა. დაჭიმ მდგომარეობაშია. ეს არის ყუნწიანი ნემსკავის კვანძი. მოკლედ ასეთ მდგომარეობაში გამოვიდა ჩვენი ყუნწიანი ნემსკავის კვანძი, ხო? ამას თუ ვაკეთებ, მეგობრებო, უყუნწო არ უნდა გაგიჭირდეთ. არავითარ შემთხვევაში. ეხლა გაჩვენებთ რაზე მაქვს საუბარი. მოკლედ, ეხლა ჩავთვალოთ, რომ უყუნწოა ეს ჩვენი ნემსკავი, იმიტომ კარგია. ესეც რომ ყუნწიანი და ეს ყუნწიანია, პრინციპში კაიებდი, რომ უფრო კარგად გამიგებთ, რასაც გულისხმობ. მოკლედ, ჩავთვალეთ, რომ უყუნწოა და იგივე თემა. ამაში ხო გაეყარა ყუნწში და ისე გავაკეთეთ კვანძი. ეხლა სხვანაირ ამაზე უყურე რა ხდება. ავიღებ წლურს, გადმოვკეცავთ მეგობრებო, აი გადმოვკეცეთ. დავაფიქსირებთ ნემსკავზე. უყუნწოა რა, ნემსკავი ჩათვალეთ. დავაფიქსირეთ. აი ეს წვერი, რაც დარჩა. იგივე სიტუაცია, რკალი 5, 6, 7, თქვენ გულისხმობთ. სიტუაციაში ეხლა მოვატრიალეთ ისევ გავუყარეთ, დავჭიმეთ. აი ძალიან ადვილია, ხო? არც გამჭირვებია, არაფერი. ეხლა ისი თქმა მინდა ამით, აი მეგობრებო. ეხლა ისი თქმა მინდა ამით. თქვენ თუ აკეთებთ ყუნწიანზე ამ სტილს, რომ ძალიან ბევრი არსებობს, ძალიან ბევრი გაკეთების სტილი არსებობს ნემსკავზე, კვანძის და გასაგებია შემდეგ ამას მე ავხსნი, თუ თქვენ აკეთებთ ყუნწიანზე ესეთ კალს და შიშობთ რომ ვერ გააკეთებთ უყუნწოზე, აი გაჩვენეთ 3 წუთში გავაკეთე ორი ნემსკავი იგივე კვანძით. ჩათვალეთ რომ ეს უყუნწოა, ეს არის ყუნწიანი. არავითარ შემთხვევაში არ არის საშუალება რომ აი ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტი დაფიქსირდა მაღაზიაში რომ უყუნწოებს არ კიდურობენ, იმიტომ რომ ვერ აკეთებ. და ძალიან ადვილია რა თუ აკეთებთ ყუნწიანს, გააკეთებთ უყუნწოს ჩვეულებრივად. აი გაჩვენეთ იგივე სტილით, იგივე კვანძი. უბრალოდ აღარ უყრი რა, უყუნწოს აღარ უყრი ძუას და იგივე საკეთებ როგორც ყუნწიანზე რა. ესაა და ეს. ამის თქმა მინდოდა თქვენთან. მოკლედ დავუშვით მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი არხი, ვინც ახლა შემომიეცით და მიყურებთ, უფრო კარგად გამიგოთ, რას წამოვადგენთ თევზაობაში,
რა თემატიკა მიმყავს თევზაობის თემაში და ასეთ შემდეგ. თქონდა მექნება რომ თავიდან პირველი ვიდეოდან დაიწყოთ ჩემი ყურება, იმიტომ რომ უფრო კარგად გამიგებთ, უფრო კარგად შემოხვართ სიტუაციაში და კარგი იქნება. მანამდე გამომიწერეთ არხი, თქონდა მექნება, აბა დროებით და წარმატებით.